რეგულაციები, რომლებიც მედიის მუშაობას სასამართლოში მნიშვნელოვნად ზღუდავს, უკვე ამოქმედდა და პროცედურები კი როგორ უნდა მიიღონ ჟურნალისტებმა გადაღების უფლება, ან საერთოდ რა მექანიზმი არსებობს ამისთვის, ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდოდ ამის შესახებ იქნება მსჯელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ხდომა ჩაინიშნა. ეს ორგანო გახდა უფლებამოსილი, რომ გადაწყვიტოს მისცეს თუ არა კონკრეტულ მედიას სასამართლოში გადაღების საშუალება. თუმცა როგორ უნდა მოახერხონ ეს, მაგალითად ტელევიზიის თანამშრომლებმა ან ფოტოგრაფებმა, მათთვის გაურკვეველია. მით უმეტეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურიც კი არ აქვს. ამ მექანიზმების მოგვარების მოთხოვნით საბჭოსთან ჟურნალისტებიც აპირებენ შეკრებას, რომლებიც მუდმივად სასამართლოში მუშაობენ. ლიზი ვეკუა არის ადგილზე, ის მოგვიყვება რა ხდება ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იმ უწყებასთან, რომელიც მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო შემზღუდავი კანონი მედიასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ გავაშუქოთ სასამართლოს ხდომები. ამ დროს უკვე პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი, რომ ჩვენ მივიღოთ თანხმობა ჩვენს გაგზავნილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლოს ხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით. ამ წუთებში კადრში ხედავთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბოლო თვეების განმავლობაში იმ პროცესების გაშუქებაში, რომელსაც საზოგადოების მხრიდან აქვს დიდი ინტერესი. მათ სცადეს ამ ხდომაზე შესვლა, რომელიც 5 საათზე დაიწყო და ამ ხდომაზე სწორედ უნდა განიხილონ ახალი რეგულაციები და უნდა გავიგოთ თუ რა მექანიზმებით აპირებენ ისინი, რომ ამის მერე მოგვეცეს საშუალება გავაშუქოთ ეს ხდომები, თუმცა მედიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება ამ ხდომაზე დასწრების, მეტიც აქამდე თუ მათ ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ ხდომებზე შესულიყვნენ თავისუფლად, ახლა შენობაშიც კი არ მისცეს იმის საშუალება, რომ შესულიყვნენ და თქვეს, რომ ეს კანონი რამდენიმე დღის წინ არის ამოქმედებული და ახლა მედიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში შევიდნენ, კარებიც ჩაკეტეს და არ მისცეს მათ იმის უფლება, რომ გამოეთქვათ თავისი სურვილები ამ უწყებასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ უწყებას არ ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაუგზავნონ მათ წერილობრივი მოთხოვნა მაინც იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ რომელიმე სასამართლოს ხდომის გაშუქება და ამასთან დაკავშირებით მოვიდნენ ისინი მოთხოვნით, რომ და მათი მოთხოვნები არის შემდეგნაირი, რომ მათ კომუნიკაცია მაინც ჰქონდეთ რომელიმე მხრიდან და დააკმაყოფილონ ხოლმე ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვს. ან შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რადგან ჩვენ მანამ სანამ ეს კანონი ამ კანონით შეგვიზღუდავდნენ მედიას სასამართლოში გაშუქებას, შეგვეძლო რომ ონლაინ საშუალებით დაგვეწერა მოთხოვნა განცხადება, რის საფუძველზე შემდეგ შევძლებდით, რომ გადაგვეღოს სასამართლოს ხდომები. ახლა ეს ყველაფერიც არის შეუძლებელი და სწორედ ამ მოთხოვნით არიან მოსულები ახლა ჟურნალისტები აქ, რომ ამ მსგავსი პლატფორმა მაინც შექმნან იმისათვის, რომ მათ შეძლონ დროულად განცხადების დაწერა, რომ შემდეგ გაირკვეს გადაიგებენ თუ არა სასამართლოს ხდომებს, ან იმ შემთხვევაში თუ მათ არ ეძლევათ სასამართლოს ხდომების გაშუქების უფლება, მაშინ სასამართლომ დანიშნოს უფლებამოსილი პირი, რომელიც გააშუქებს ამ სასამართლოს ხდომებს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია და ბევრი თვეა უკვე აქტიურად აშუქებდნენ და საზოგადოების მხრიდან აქვთ ძალიან დიდი ინტერესი. შესაბამისად ეს არის აქ შეკრებილი ადამიანების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების მოთხოვნები, თუმცა როგორც გითხარით, მათი შესვლა შენობაში ვერ მოხერხდა, როგორც დაცვის თანამშრომლები ამბობენ, ეს არის ახალი რეგულაცია და ისინი ვერ შეძლებენ, რომ შევიდნენ შენობაში. აქამდე რომ შეგვეძლო შემოსვლა ახლა რატოებით? ანუ ვინმესთან მაინც დაგვაკონტაქტეთ? ორი სიტყვა გითხარით, რატო არ გვიშვებენ შიგნით? ან ვინმე პრესსამსახური, პიარი, ვინმესთან რო გქონდეს კომუნიკაცია? ვინმესთან დაგვაკავშირეთ? თუ შეიძლება რატომ აღარ შეგვიძლია რომ შემოვიდეთ შეგნით? ჩვენ მოსული ვართ მედიის წარმომადგენლები და გვინდა მკაფიო პასუხების მიღება, როგორ იმუშავებს ახალი წესი, რა ვადებში უნდა მივმართოთ, რა ვადებში განიხილავენ, რამდენად დროული იქნება ეს გადაწყვეტილებები, რომ საჯაროობა იყოს დაცული სასამართლო პროცესების. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები, თქვენ იცით, რომ სასამართლოში ამუშავდა ახალი კანონი, რომელიც ამბობს, რომ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს რა წესით გაიხსნება მედიისთვის რომელი ხდომა. მოსულები ვართ
იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ვკითხოთ, რომ როგორ დაადგენენ, როდის დაადგენენ ამ წესს, რამდენად სწრაფად იქნება ეს, იმიტომ რომ დრო არ ითმეს, ყოველ დღე გამოშვებით მინდის პროცესები. მაგარი საჯარო ინტერესია. შენობაში აკრძალულია შემოსვლა. რომ დაგვესვა თავად. როდის მე არის აკრძალული ბოდიში შენობაში შემოსვლა? კი, ადრე იყო შესაძლებელი. როდის მე აკრძალებ? საბჭო სასამართლო ერთი სისტემა და ყველგან მოქმედებს ეს კანონი. კომენტარებისთვის ხომ არ გამოვლენ შენების გარეთ? არ გამოვლენ. ვითხოვთ რომ ახალი კანონით რაც ამოქმედდა და ძალაში უკვე შევიდა და არ გვეგონა რომ ეს იქნებოდა სანამ არ გავარკვევით თითოეულ დეტალს როგორ მიიღებდა მედია პროცესის გადაღების უფლებას შესაბამისად ზუსტად მაგას ვითხოვთ რომ პრაქტიკა რაც შეიძლება მალე დაინერგოს და მალე მივხვდეთ როგორ უნდა მიმოქმედოს იმიტომ რომ დღეიდან უკვე ჩვენ ვერ შევძლებთ დღეს პროცესის გადაღება ასე იქნება ხვალად ზეგათ ანუ ყოველდღე პროცესი არის ჩანიშნული და ვერც კი წარმოგვიდგენია ამ პირობებში მუშაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომა სავარაუდოდ უკვე დაწყებულია, როგორც უკვე გითხარით, აქ შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება, რომ შესულიყნენ პროცესზე დაესვათ კითხვები ახალ რეგულაციებთან. დაკავშირებით დღევანდელ ხდომაზე სწორედ ეს საკითხები უნდა იყოს წესით განვლილი და უნდა გაირკვეს თუ რა პროცედურებით შეძლებენ ახლა მედიის წარმომადგენლები სასამართლოს ხდომების გაშუქებას.